ადამიანი თავის თავთან არ რჩება. არის ყოველთვის ტელეფონთან და თან მეორე პრობლემა ჩნდება ის, რომ სოციალიზაცია ხო მთავარია. ჩვენ რასაც საუბრობთ ეს ქალაქი გვინდა ისეთი, რომ მრავალფეროვანი იყოს, მიმზიდველობა იყოს, ადამიანებს ინტერაქცია ჰქონდეთ, ხო? ეს თანამედროვე ტექნოლოგიების კუთხით ხედავთ რას, რომ ხშირად ქუჩაში როცა მივდივარ, როცა ვუყურებ ადამიანებს, თითქმის ყველას ყურში აქვს ორსასმენი და თავისთვის არის ჩაკარგული. ეს პრობლემაა იმ თვალსაზრისით, რომ სოციალური ინტერაქცია, ხო? რომც გინდოდეს ვერ ხდება, ხა ადამიანს ხო არ მივარდები და ყურსასმენს ხო არ მოხსნი და ან ესე ხო არ მიდი დამელაპარაკეო, ხო? და ეს მარტო ჩვენთან არ არის. მაგალითად სადაც ყოფილა ევროპაში ყველგან ძალიან ბევრ რაოდენობას, ხო? ადრე მაგალითად ლონდონში რო ვიყავი, მე წიგნს კითხულობდნენ და თავისთვის იყვნენ, მაგრამ ეხლა ძირითადად ყურსასმენები და მე მაინტერესებს სულ რა. ადამიანს ყურსასმენი რას უსმენს? მართლა მაინტერესებს, შენ არ გარჩენი ეგ სურვილიო? ცალკე მიმდინარეობა არის და ბლოგერების და იმებს რომ დადიან ქუჩაში ეკითხებიან, აბა რას უსმენ, რა გიგეთია რაღაცა. ხო, არა, მაინტერესებს მუსიკას უსმენენ, წიგნს უსმენენ, ან რაღაც თავისი პოდკასტ, იგივე ჩვენს პოდკასტ, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა უკვე, ხო და ხდება დღის-დღეში პოპულარობა. იმატებს. მართლა ჩვენი პოდკასტი გახდება, რა ვიცი, პოდკასტებში ნომერ პირველი. ეხლა იწყებს აკრეფას საფხულში და ციგრილეში იქნება საუკეთესო მოსასმენი. გამარჯობათ, მოგესალმებით და დღეს ყავს საინტერესო სტუმარი თათო, რომელიც წამოგვიდგენს თავის თავს თუ რითი არის დაკავებული, რას აკეთებს ბოლო 10 წელიწადში. და ეს მისი საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება ჩვენს ყოველდღიურობას და მარის მინდა ვთხოვო, რომ პირველი შეკითხვა, რომელიც ძალიან მინდოდა რომ დაესვა, დაუსვას თათოს და კითხოს, როგორ ახარ მარი? მშვენივრად, მიხარია რომ ამჯერად უკვე სტუმარს ყავს და ისე ვახერხებთ პოდკასტის ჩაწერას. და პირველი კითხვა ზოგადად ყველას შეკითხები ხოლმე პოდკასტებამდე. რომელი ტრანსპორტით მოძრაობთ ყოველდღე ხშირად? მანქანით. ბევრი წელია მანქანით. 12 წელი არის, რაც თითქმის ყოველ დღეს მანქანით დავდივარ. და რაც კარგი არა, თქო უნდა ჩემთვის. ხო. და ეხლა რა მანქანით მოყვედი? ელექტროთია თქო. რომელი? BYD-ზე გადავედი რამდენიმე თვეა. ჩინურზე, ხო? და BYD-ზე ლეგენდები დადის და მართლა ესეთი ლეგენდარული მანქანაა, რომელმაც შეიძლება გამოწვევა რა გვია უკვე რომელმაც უკვე გამოწვევა გაუგზავნა დასავლურ კომპანიებს. მე მაგალითად ახამდე Tesla ყავდა და Tesla ჩავანაცვლე BYD-ით. და ტექნოლოგიურად ჩვენთან ახლა უფრო ცნობილი არის Tesla, რომ ბევრი რაღაცა აქვს ფუნქციურად, მაგრამ ჩემი ატმოსფერიდან BYD ტექნოლოგიურად უფრო განვითარებული კომპანია არის ვიდრე Tesla. და უფრო მრავალხრივ განვითარებული კომპანია არის რა. პირველი იმით დავიწყოთ, რომ ბატარეების წარმოება საკუთარი ტექნოლოგია აქვს და დიდი ხანი BYD ამალებდა Tesla-ს თვითონ. მე როგორც კი გაასწრო კაპიტულში Tesla რაღაც ერთ პერიოდი იყო, რომ ჩაანაცვლა BYD და სხვა წარმოებისგან წამოვიდა. ტექნოლოგიურად BYD ბევრად წინავს. ანუ რას ამბობ, რომ Tesla და Elon Musk-ი ჩაანაცვლა უკვე BYD-მა? ნახე რა თქო ძირითადად ბაზრებია. ამერიკის ბაზარზე არის Tesla. ჩინეთის ბაზარზე პირველ ადგილზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის BYD და არა მარტო ჩინეთის, ევროპის ბაზრებზე. ეხლა ევროპაში კარგით თქვენ რომ ჩინური პროდუქცია მაინც არ უყვართ. ჯობათ მოგესალმებით, მოკლედ ზებუნებრივი ძალები გვებრძვიან ელექტრომობილობაზე, რომ ჩავწეროთ პოდკასტი. ძალიან საინტერესო დისკუსია გქონდა უკვე, მაგრამ სამწუხაროდ რაღაც ნაწილი ჩაიწერა, რაღაც ნაწილი არ ჩაიწერა. საუბრობთ ელექტრომობილობაზე, მაგრამ ძირითადად უფრო ელექტრომანქანებზე. და თუ თავით ჯობია. რას ემსახურება შენი საქმიანობა? მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მივესალმებით თქვენ მაყურებელს. მე ვარ თათო იოსავა, კომპანია SpaceX დირექტორი. ჩვენი კომპანია საქართველოში ამვითარებს ელექტრომობილების დამტენების ქსელს, ზოგადად ელექტრომობილობას ამვითარებს, რომ ჩვენ ელექტროტრანსპორტის სხვა ყავდა, სკუტერებიც ყავს, ადრეს შემოვიყვანეთ, მანქანები შემოვიყვანეთ, მაგრამ ძირითადად ჩვენი საქმიანობა
ბოლო 10 წელი არის ქვეყანაში ელექტრომობილების დამტენებისთვის ინფრასტრუქტურის შექმნა და ზოგადად თემის პოპულარიზაცია. მე როგორც ვიცი, პირველი კომპანია ხართ საქართველოში, ვინც ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო ესეთი სადგურების დამონტაჟება, როცა 10-ზე ჩამოსათვლელი რაოდენობა იყო ელექტრომობილების და უკვე 10 წელი გავიდა და 10 წელი არ არის ცოტა დრო კომპანიისთვის რა სრულილებებს ხედავთ ამ 10 წლის განმავლობაში საქართველოში, აი რა მიღწევები გვაქვს, რა განვითარდა და რა გამოწვევებია იგივე ინფრასტრუქტურის კუთხით, იგივე რაღაც ხარდაჭერის კუთხით, საკანონმდებლო იქნება თუ სხვა სახელმწიფოს მხრიდან იგივე, რასაც ქვია, სერვისების, ადგილობრივი კადრების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მანქანა თუ ყავს, უნდა დარწმუნებული უნდა იყო, რომ რაღაც იქნა შესაკეთებელი, თავის ტკივილი არ გექნება, ხო? არ დაგიმალავ და გეტყვი, რომ ბევრი იმიტომ არ ყიდულობს ელექტრომობილს, რომ ყველა ამბობს, აუშა შორმანძილზე მივდივარ, მთაში მივდივარ. შენ მანქანა ელექტროა? ჩემი არა, მე მინდოდა სხვათა შორის ყიდვა ელექტროსი 4 წლის წინ და მაშინ ამ მიზეზით შევიკავე თავი, იმიტომ დარწმუნებული არ ვიყავი, ხა არიან ადამიანები, ვისაც არ ერკვევა ესე კარგად ტექნოლოგიებში და არც არის საჭირო, ხო? მარტივად უნდა ჩაჯდეს, გადაადგილდეს, ხო? და ამ ელექტრომობილობის განვითარებას რო ვისაუბრებთ, ჩვენ ხო საუბრობთ ავტომანქანებზე, მაგრამ გვინდა ამ გადაცემაში აგრეთვე განვიხილოთ ელექტროველოსიპედების განვითარება, ავტობუსები და ამ თემებზეც ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ იცი რომ ჩვენი ქალაქის და ზოგადად მთელი სოფლიოში ქალაქების პრიორიტეტია მასობრივი ტრანზიტის განვითარება, იმ კუთხით რომ იყოს სუბთა ელექტრო ამ მიმართულებით რა შეიძლება, ხო? არის, ალბათ საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომ არა მარტო ელექტრომობილობა განვითარდეს, მაგრამ მობილობა განვითარდეს სწორად ზუსტად, იმიტომ რომ მარტო ელექტრომობილობა არ არის გადაწყვეტა პრობლემის, ალბათ ამეთანხმები და აი ამ პრობლემებზე ამ საკითხებზე ვისაუბრებ დღეს და აი პირველი შეკითხვა ეს არის, აი რა არის ის ძირითადი პრობლემას, აი სამი ძირითადი პრობლემა, რაც აფერხებს ელექტრომობილობის განვითარებას საქართველოში. პირველ რიგში ალბათ იქნება ცნობადობის ნაკლებობა რა საზოგადოებაში, რომ არ არის იმდენად გავრცელებული ჯერჯერობით მანქანები, მაინც იმდენად. კი, ბევრი გვხვდება, მაგრამ თბილისში გვხვდება ძირითადად უფრო მეტი რა. აი მანქანების რაოდენობის 70%-ზე მეტი არის კონცენტრირებული თბილისში. და თბილისში ასე თუ ისე რაღაც 1-5 წუთი რა დაგიქუჩაში რამდენიმე ელექტრომობილი სხვადასხვა ბრენდის მაინც გამოიყენებს, მაგრამ ქვეყნის მასშტაბით აი რა ცენტრალურობი ქალაქებში ქუთაისში მარტო საგულოს სხვა ქალაქებში იმდენად განვითარებული მაინც არ არის ჯერ და არც ინფორმაცია არ არის მისული ჯერ კიდევ ამ ხალხთან ისეთ რომ ყველაფერი არის საქართველოში სერვისი, დამტენი, მანქანა, მოწოდებელი ყველაფერი შეგიძლია გქონდეს აქ. ეხლა თქვენნაირი ასე პოდკასტებით ან რაღაც საინფორმაციო მიმართულებები რაც უფრო მეტი დაინტერესდება, რა შუქებს მიაწოდებს ხალხს ამ ინფორმაციას, უფრო სწრაფად განვითარდება ეს კიდევ უფრო სწრაფად განვითარდება მოკლედ. ჩვენთან თავარი ამოცანა იყო თავიდან რომ რაღაც ის რაც ახამდე წავნიშნეთ რომ არ ჩაიწერა თბილისიდან ბათუმში თუ ჩავალთ რა ეს კითხვა იყო 10 წლის განმავლობაში ძალიან აქტუალური და მაშინ ეს პრობლემა იდგა რეალურად. დღეს დატემის გარეშე შეგიძლია თბილისში ჩახვიდე ბათუმში და სრულად დამოუკიდებელი ავტომობილით სახლიდან გახვალ. მე მაინტერესებს მესტიაში თუ ჩახვალ. მესტიაში ალბათ ვერ ჩახვალ, სადღაც უდრიჩი უნდა გადადგინო მანქანა და იქიდან ახვიდე. და რაჭაში ძალიან რაჭაშიც ახვალ ზესტაფონის მედანოვარი სასასვლელი, ზესტაფონში გადატენი მანქანას და ბოლომდე ახვალ. რაჭაში ანუ და კახეთში? კახეთში თავისუფლად. მესტიაში ისედაც ვერ ახალ გაჩერების გარეშე ადამიანი დაიხლები თვითონ ანუ ვინც საჭესანზე ფიზიკურად იმდენი ხანი ვერ არის. სულ შეგიძლია სტრაფამდეზე დამუხტო, შეიცვენო საფორმობილით და გააგზავნო მესტიის მიგზა. ყველაზე დიდი მოთხოვნა როგორც ვიცი სწრაფდამტენებზეა. კი, ამას აგირია. არის სწრაფდამტენების ქსელი საქართველოში უკვე? კი, როგორ არის ამაზე. რამე ერთ რუკაზე თუ არის? როგორ რაღაცა არსებობს საერთაშორისო პლატფორმა არის, ფლაგშიპი ქვია, სადაც თელ სოფლიოში რამდენიც არის მონიშნული. და ეს ავტომატურად აღხდება რა, კომპანიები, ჩვენარი კომპანიები, სვავენ იქ თავის წერტილებს და სხვათა შორის აი რაღაც გავახსენდა, ეხლა ჩვენ 2016-ში რომ დავაყენე პირველი დამტენი,
თბილისში. მალევე იმ წელსვე დავაყენეთ ქუთაისში. და შვეიცარიიდან იყო მე მგონი ტესლა წამოსული, რაღაც ტურს აკეთებდა და საქართველოს გავლით უწევდა წამოსულა და ქუთაისში გაჩერდა, დატენა და წავიდა. აი რაღაც ისეთი ის ქონდა რა, რომ აი საქართველოში არა მანქანა და შვეიცარიიდან ჩამოვიდა კაცი დასატენა. შვეიცარია იყო თუნდაც. და მაგა როგორ ნახა ეს? აი ფლაგშიერზე ჩვენ მაშინვე ვამატებდით დამტენებს რა. ანუ რა უთხრათ მოქალაქეებს არის ესეთი პლატფორმა, სადაც შეუძლიათ შესვლა. ფლაგში არის აპლიკაცია, ვებ პლატფორმაც არის, შეგიძლია შეხვიდე ნახო სად რა დამტენი არის, რა კონექტორი აქვს და შეგიძლია თავისუფლად რაღაც მარშრუტის ნახო. მთელი საქართველოს მონაცემები? მთელი სოფლიოსია. არა, საქართველოს ვსაუბრობ. საქართველოში ჩვენი კომპანიის ყველა შეყვანილი იყო. სხვა კომპანიებსაც ექნებათ ალბათ. დიდი ალბათობით იმათაც ექნება. ანუ ეს ძალიან კარგია, ზუსტად ჯერაც აღნიშნე. ინფორმაციის ნაკლებობაო, აი ინფორმაციის მიწოდებაც არის ჩვენი პოდკასტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ადამიანებს კონდეთ უახლესი სწრაფი ინფორმაცია ტრანსპორტზე, მობილობაზე და აი ამ საიტზე თუ შეხვალთ, ეს არ ვიცოდი, ეხლა მაგალითად მე როცა ვიქნები ელექტრომობილით, ჯერ იქ შევალ, ნახავ სიტყვას, სადაც მივდივარ, სად შემიძლია რომ რეჩარჯინგი, ანუ შანიძე როგორ იტყოდა ქართულად? და რეჩარჯინგი, ანუ გადამუხტვა, ხო? ერთი პრობლემა აქვს მაგ საიტს, ხოლო ეს მონაცემი არ არის ლაივ რეჟიმში. შეიძლება რაღაც არ მუშაობს ან იყოს და კამერაც დაგხვდეს ან რაღაც, ამისთვის არის აპლიკაციები რა. მე მაშინ ვერ ვიყავი ტექნიკურად, აი მაგალითად ვიღაცას თუ შეუძლია სახლში დატანოს, რატომ და დატანოს ქუჩაში? კარგი კითხვა, მე მაგალითად ქუჩაში საერთოდ დავტენი, მით უმეტეს რომ ჩვენ კომპანიას უმაღას აკეთებს, მაგრამ კარტები მე ვტენი გარაჟში, ავტოფაბრიკში შემყავს მანქანა, უოლავე დილით დამხული ხდება, როგორც ტელეფონს ვტენი, ისე ვტენი მანქანასაც. კი, გარაჟში ტენი, ხო? ალბათ ეს და ჩვენ რაც ტენი მოდის სახლში. ისე ვლაპარაკობ, მაგრამ როზეთში ვაერთებ დამტენს, მეორე მხარეს ვაერთებ მანქანაში და ვტენი ჩვეულებრივ. ეხლა დამტენების მიყენია მე გარაჟში. ისე არა მარტო სტეპსელი დამტენი, ნებისმიერ შეუძლია საფასურო სტეპსელს და მე მქონდა ესეთი შემთხვევა. ლუბლიანაზე, ტროტუარზე ვიდექი და მანქანა მოდის უკუსვით, აი ჩემი მიმართულებით ტროტუარზე და მეთქი, რას აკეთებთ თქვი ეჯახეთ. გაიწია, მანქანა უნდა დავტენო და სახლიდან მქონდა ჩამოვიდებული არ. იცით როგორ იყო, მან დგას ისა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი და მაგ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს გამორთავდა, თავის მანქანა შეერთებდა და ესე ტროტუარზე თელმას კეტავდა, რომ ესე თავის მანქანა დაეკიდა. როგორ სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე შეიძლება ჩვეულებრივ სტეპსელში ერთდება ეს ჩარიცხვის აპარატი. პირატები არიან. მე პირველად გავიაზრე, რომ ანუ ეს პირატული არა? შეიძლება გავაკეთო. და ის რა სტრაფატენი? არა, ნელატენის, მაგრამ უფასოდ. და შეგიძლია შეერთო? ანუ ვირას ან იპარავს დენის ასე ვთქვათ რა. გასაგებია და ეხლა რა მაინტერესებს რომ შე რო თქვი დამტენი მაქვს სახში. აი მე ვარ მოქალაქე, ყავს ელექტრომობილი, ან მინდა შევიძინო. და მინდა დავამონტაჟო დამტენი. რასთან არის ეს დაკავშირებული რა პროცესებთან და რა ჩდება ეს? არ არის რთული პროცედურა რა, თავარი არის რომ აი რა პროცესებია? ავტოფარეხი იყოს შენზე გაფორმებული, ბევრი გაფორმებული ფარეხები არის ქალაქში, მაგრამ თუ შენზე არის გაფორმებული, ოფიციალურად მიდიხარ თელაში, წერ განცხადებას რომ გინდა ხე აბონენტი დაიმატო გარაჟზე. ავტოფარეხის ბოდიში ის გარაჟი. ავტოფარეხს ამ განცხადებას რომ წერ ერთი თვის ვადაში, ახალი მრიცხველი მიენიჭება ავტოფარეხს დენსაც მოვიყვანს თელასი რაღაც კონკრეტულ წერტილამდე და იქიდან შენივალდებულება არის რომ შეიყვანო ავტოფარეხში დენი. და დამატებით არის სახლში რო გაქვს 10 კილოვატის სიმძლავრე, იგივე სიმძლავრე გაქვს ავტოფარეხშიც. შეგიძლია იქ დაამონტაჟო დამტენი, ჯოური სტეპსელი, როგორ რაც გინდა ის გამოიყენებ ყველაფერში ელექტროენერგიას. ისე რომ სახლს წარმოაყოლება ასე ვთქვათ რა. მე ერთი რაღაც ესეთი რაღაც მაინტერესებს. ელექტრომობილობაში ჩვენ მოვიაზრებთ არა მარტო მანქანებს, არამედ ელექტროსკუტერებსაც, ელექტრობორბლები რომ არის ცალკე, იქ სკუტერები, ასევე არის ელექტროველოსიპედები. ამ ყველაფერს რა მეკითხით უკავშირდება თქვენი საქმიანობა თუ მხოლოდ მანქანების? ჩვენი საქმიანობა ძალიან მცირედის, მაგრამ მაინც უკავშირდება. მაგალითად, ჩვენ 2017 წლებში შემოვიყვანეთ ელექტროსკუტერები საქართველოში, რომელიც იყო რეტრო სტილის, გვინდა რაღაც თანამედროვე მოხალხეებს რაღაც მივეწოდებინა, მაშინ იმ მეტალზე არ იყო იმდენ გავრცელებული, ძირითადად იყო რაღაც ცუდი ფორმის და რაღაც მახინჯი პროპორციების ჩინური ელექტროსკუტერები, რომელიც რაღაც ისე არ გამოიყურებოდა კარგად და თანამედროვე მოხალხეებს რაღაც არ ქონდათ ამის საშუალება, ჩამოვიყვანეთ
და მაშინ ფიქრობდით, რომ რაღაც ამემართულებითად გავაძლევდით განვითარებას, მაგრამ ეგ ერთჯერადი აქტივობა იყო, მაგრამ მაგის მერე აღარ ჩავთვალე. მე ერთი შეკითხვა მიჩნდება. ეს ელექტროდამტენები რო არის, იქ არ შეიძლება რომ კონდეს ელექტროველოსიპედები, სხვა ტრანსპორტის დატენვის ისა რა ქვია, საშუალება? აი, იცი როგორ არის ეს არსებობს ეგეთი სადგური, მოკლედ? მოკლედ ეს დამტენები მუშაობს რაც კონკრეტულ პრინციპზე რა, როცა დამტენი უნდა დაუკავშირდეს მანქანას და ერთმანეთში კომუნიკაციას ცვლიან რა, რომ რა სიმძლავრე მოგაწოდო, რამდენი ამპერი, რამდენი ვოლტი და როგორ დამხტო და ასე შემდეგ. ეს არ აქვს ავატარში რო ისინი არის. აი ეგეც ესაერთებელია. ეს არ აქვს სხვა ტრანსპორტებს რა. ანუ ეგეთი რაღაცები აქვს ელექტრომოტოციკლეთებს, რომელიც საქართველოში არ არის, იმდენად პოპულარული, რა თითზე ჩამოსათვლელი იქნება, რომელსაც ეგ კომუნიკაციის უნარი აქვს, მაგრამ ძალიან ძველი ტექნოლოგია არის და ეგრე არ არის. არსებობს ევროპაში, მე ავსტრიაში მაქვს თანახი, სადგურებზე, სადაც დამტენი აკელი არის ჩვეულებრივი შტეპსელები მოწყობილი რა, იგივე რაღაც ბოძზე ან რაღაცა და სადაც შეგიძლია მიაერთო შენი დამტენის ველოსიპედის ის, მაგრამ ფულს არ იხდია მაშინ უბრალოდ. სახალისებული ის არის. და ის ახალისებას რაც შეეხება, მე როგორც ვიცი, მარტო თბილისშია, ხო, პარკინგზე ელექტრომობილები ახალისებული და სხვაგან ბათუმში, ქუთაისში, რაჭაში, კახეთში არის? მე როგორც ვიცი, არ არის. ეს იყო მუნიციპალიტეტის, ასე ვთქვათ, აქტივობა, რაღაც ამდენი 7 წლის წინ თუ რაღაც ეგრე, რომ გახადეს პარკინგი თბილისში ელექტრომობილებისთვის უფასო. ასევე უფასო არის გამბაჟება და როგორც ვიცი, ტექდათვალიერებაზე შეღავათები არის ელექტრომობილებისთვის. შენ არ გაგივლია, ხო? მე გავიარე თუ სწორად ახსოვს მე მგონი ან ნახევარი გადავიხადე ან რაღაც შეღავათი იყოს უბრალოდ. და აი ძალიან მაინტერესებს ტექდათვალიერება როგორ ხდება ამ ელექტრომობილებში? ხო, მათ ხო არ გამოლებულები არ არის, ამოწმებენ მუხრუჭებს, ამოწმებენ ციმციმებს, ამოწმებენ მინდან საწმენდებს და ეგეთ რაღაცებს ამდენად კარგად მოქმედებს რა. და ჩვეულებრივად აი გაიმის გარდა შიდაწვის სისტემის გარდა დანარჩენი ყველაფერს ჩვეულებრივად ამოწმებენ. გარემოზე ეხა გაივლით აქ უნდა ხო, გარემოზე შეკითხვები ხო არ გონდა? გარემოზე დამზადების კუთხით არის უფრო და მერე გადამუშავების კუთხით ელექტრომანქანებთან დაკავშირებით. ხო, ეგ პრობლემა არის. ხო, მაგალითად ახალი კანონი რაც შემოვიდა, რომელიც გუდავს 6 წლის, მე მგონი ეგრე არის 20-დან არის თუ ზოგადად 6 წლის მანქანებზე. ხო. ელექტროებს ეს არ ეხება. და შეიძლება ითქვას ის, რომ ამით ახალისეს რომ ჩაანაცვლონ შიდაწვის რავიანები ელექტროთი, მაგრამ ჩემი აზრით ამას ცუდი მხარეც აქვს, რომ შემოდის დეგრადირებული უკვე თავისუფლოვანების ვადარო გაზდის ისეთი ავტომობილები და გადამუშავება ამის არ ხდება და აბინძურებს გარემოს ეს. აი ერთი შეკითხვა მაქვს, რომ შემოდის, ხო, ჩვენ ხო გვიწერია სტანდარტი, რაღაც სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა, საზღვარზე არ ხდება ელექტრომობილების შემოწმება? არ არსებობს. ანუ უნდა იყოს, ხო? იმიტომ რომ ყველა შენ ისეთი საკითხი წამოწია, რომელიც ძალიან აქტუალურია და მზარდია მსოფლიოში, რომ აი დეგრადირებული, აი ძველი ელექტროავტომობილები შეიძლება დიდი თავსაკლავი გახდეს და როგორც მომხმარებლისთვის ყველაფერი, იმიტომ რომ ჩათვალე რომ ის რა ქვია ბატარეა, ხო, რომელიც ფაქტურად კვდება მაგის გადამუშავება ელექტრომობილები რა არის, ისეთი ელემენტებისგან მზადდება, რომლის მერე გადამუშავება ძალიან პრობლემურია თუ არა გაქვს სპეციალური, ხო? ის და ამაზე ჯერ კიდევ თემ სოფლიოში მუშაობენ, როგორ მოხდეს ამის გადამუშავება. გამოდის რომ შენ თუ შემოიყვან ამას, შეიძლება სასაფლაო გახდეს. აი მაგაშია ზუსტად საქმე. ყველა ქვეყანა ცდილობს რომ მოიშოროს ეს მანქანები რა და მაგიტომაც უფრო იაფი ძველი ელექტრომობილი ყველგან. ან ყველა ცდილობს რომ ექსპორტზე თუ შეიძლება რომ წავიდეს ეს მანქანა მაქსიმალურად იაფად გაიყიდოს და ეს პრობლემა ჩვენთან აუცილებლად დადგება რა, იმიტომ რომ ჩვენთან შემოდის ძველი მანქანები, კიდე რაღაც პოსტარული გადაკეთებები, გადმოკეთებით ჩანაცვლება ეს ბატარეები და ეს გაფუძებული ბატარეები რჩება ბუნებაში გარეთ. ახლა ჩვენთან გადამუშავება ეგრე განვითარებული არ არის, მაგრამ მით უმეტეს ელემენტების და ეს ტოქსინების და რაღაც ასეთ შეიცავს ეს ელემენტები თვითონ რა და ეს სუდად იმოქმედებს წლების განმავლობაში მე ქვეყანაზე თვითონ რა რაღაც პოლიტიკა თუ გამიმართულებით არ შემუშავდა ან გატანა ან უახლოესი ქვეყანა რომელიც არის გადამუშავება იმასთან თანამშრომლობა პარტნიორობა ან რაღაც ეგეთი მე აუცილებლად დაგროვდება და მართლა სასაფლაო გახდება და რა მაინტერესებს არ გახსოვს ერთი პერიოდი ტოიოტას იმას რო იპარავდნენ
კატალიზატორი. ამას ეს ნივთიერებები არ არის ამას ასარგებლო რომ სხვაგან გავიტანოთ? მაგალითად, ნახე როგორ რაღაცას ბატარეა თუ დეგრადირდა, ძირითადად ბატარეები, აი რა არის ეს ბატარეა ვითხარი ნუ მოკლედ. ბატარეა ქიმიური ის არის შემადგენელი. არა, ეგ მივხვდი. ლითიუმის არის შიგნით სხვადასხვა ქიმიური, რაღაც ლითიუმთან ერთად სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობა არის, რომელიც ჩვეულებრივი აი სახშირო ბატარეები ელემენტები გვაქვს. ფორმები იგივე არის, დიდები, უფრო მაღალი ვოლტაჟი აქვს და არის მუდმივ დენზე მუშაობს რა ჩვეულებრივად და ამას როცა ბატარეის ერთი უჯრა ავიღოთ, სადაც ბევრი ბატარეა ერთმანეთთან დაკავშირებული არის, ესეთი მანქანის ბატარეაში არის რამდენიმე და ამ ყველაფერს აბალანსებს ბატარეის მართვის ცალკე მოდული არსებობს რა, BMS-ი ქვია. რომ დატენვა თანაბრად მოხდეს და დაჯდეს თანაბრად მოხდეს მანქანის ბატარეები და დამუხტვასაც თვითონ აკონტროლებს, რომ ძალიან არ გადახურდეს ეს ბატარეა დამუხტვის დროს, ამ დროს დამტენიც ეუბნება, რომ შეამცირე დამუხტვის სიმძლავრე. აი ეგ არა აქვს იმ სკუტერებზე რა ვსაუბრობთ და ელექტროველოსიპედებზე. მე მაქვს ნანახი რაღაც ვიდეო, სადაც ისა უეცრად ითიშება ეს ტესლა იყო მგონი და ადამიანი ვერ გადმოდის შიგნიდან. ხო. ეგეთი რაღაც რეალურია, იმიტომ რომ ძალიან შემეშინდა. ტესლაზეც იყო ეგ წლების წინ და ბოლოს იყო კიდე ერთ-ერთ ჩინურ მანქანაზე, დიდი ბრენდია რაღაც ASUS, მე მგონი Xiaomi-ის მანქანაზე იყო, რომ ჩაიკეტა შიგნით, კაც და ვერ გადმოდიოდა რა და რომ ამარ რაღაც სოფლიოში ერთი ამბავი გამოიწვია რა და მაშინ გაიხსენეს ეგ ტესლას ამბავიც, რომ ტესლაშიც არის ეგრე კაცი ჩაკეტილიო რა ჩინურ მანქანებზე მიდიოდა პროპაგანდა, რომ აი ესე აფიჭებს. ვიდეოები მაქვს ნახე და ეგ ანუ ეგ რეალურად აი ესე არის ტექნოლოგია არის, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე, როგორ წარმოგვიდგენია იდეალური ფუჩა, ქალაქი, ჩვენი საცხოვრებელი გარემო. და თქვენ რომ უყურებდეთ ამ ყველაფერს და ძალიან ისეთ იდეალისტურ თბილისში. მაგალითად, ქუჩა როგორი იქნებოდა თქვენთვის? ყველა ელექტრომანქანა იქნებოდა თუ როგორ? აი კითხვა რა და თან რატომაც კი კითხვა ესე კითხვა 2016-17 წლებში იყო სადღაც ეგრე აქტუალური რომ რა თან ბიზნესი დაწყებასთან ახლოსაა რა ჩვენ გაფსდებელი ახსენეთ თავიდან და ერთად ვიყავით წასულები სადაც და ვიყავით ლოპოტაზე რა და პროსტო რომ ვიდიოდით იყო მანქანის არ შეიძლება აი ველოსიპედით უნდა იმოძრავ ამბექ რა რაღაცა და მაგაზე ვაბარებთ 10-15 წელიწადში ისე შეიძლება გაიქეჩოს რომ ყველგან ესეთი სიჩუმე და სიწყნარე იყოს რა და ჩემი აზრით ქალაქში რომ ნაკლებად ხმაურიანი მანქანები, ნაკლები გამონაბოლქვი და რაღაც ეგეთი რომ იყოს, ეგ იქნებოდა იდეალური. რა სასეირნოდ და რაღაცა, ცეური რაღაცა გავდლა რომ მინდა ქალაქში, გავდივარ ან უსტვაზე, ან ლისის ტბაზე, ან სადღაც ქალაქგარეთ, იმიტომ რომ ჭავჭავაძეზე რომ გაისეირნო, აჟანჩალოზე რომ გაისეირნო, რაღაც ხუჩებში გაისეირნო, სადაც მაღალი კორპუსები და ბევრი მანქანები არის, იხჩობი რა უბრალოდ რა. უფრო ეკოლოგიური ტრანსპორტი და ეკომეგობრული ტრანსპორტი, რაც უფრო განვითარდება, ჩემი სასურველ ქუჩა და ქალაქამდე კი, მაგრამ მე მაინც მხარს უჭერ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, ელექტროველოსიპედების, იმიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქცია რა არის, რაც არ უნდა ქალაქი, რა ქვია, მანქანებზე იყოს ორიენტირებული და მანქანების რაოდენობა ხო გაიზრდება და ამას ეს ხო არ არის ის, რომელიც ბუნებრივია თუ მარტო მანქანების გადაადგილებაზე ვიქნებით ორიენტირებული, ეს არსად არ მიგვიყვანს. ხო, იმიტომ ეს რაოდენობა ყოველწლიურად 10%-ით იზრდება და ელექტროც რო იყოს ეს ავტომობილი, ხო? ეს პრობლემას ვერ გადაწყვეტს. ელექტრო კარგია, კი, ხმაური ნაკლები აქვს, ამ თვალსაზრისით გარემოზე ნაკლები ზემოქმედება აქვს, მაგრამ თუ ადამიანების გადაყვანა არ მოხდა უფრო მასობრივი ტრანსპორტით და თუ ადამიანებმა იგივე ქალაქში, სადაც მონაცემები არსებობს, რომ სადღაცა მესამედი გადაადგილების არის 5 კილომეტრზე მანქანი და ამის ჩანაცვლებას არ მოხდა სხვა ალტერნატივით, ხო? ბუნებრივია რაღაც მომენტში ელექტრომობილებითაც გავიჭედებით, ხო? არ მეთანხმები? ხო, და აი, სულ მაინტერესებს რატო ვერ ვითარდება ელექტროავტობუსები, ხო? აი, მე რა წავიკითხე ხა აფრიკაში გადაიწყეს გამოშვება ელექტროავტობუსების, აზიაში ხო უშვებენ და უშვებენ. აზერბაიჯანმაც გამოუშვა, მე მგონი, ბელორუსი დიდი ხანია. 100 მილიონიანი პროექტი აქვს ელექტროავტობუსების განხილვაში, რომ ათოში ჩაუშვან რა. ხო, და საქართველოშიც ხო იყო სხვათა შორის ელექტრო და ამაზე რა ხდება, ხო არა გაქვს ინფორმაცია? ეს არის სუფთად მუნიციპალური გადასაწყვეტია. ჩვენ კერძო ბიზნესი ამას მონაწილეობას ვერ მივიღებთ ფიზიკურად.
რა. მე მახსოვს ბევრი წლის წინ იყო საუბარი და შემსამბული მაშინაც რომ ბათუმში უნდა გაკეთდა საპილოტო რამდენიმე ავტობუსის, კიდე უნდა ესე უნდა ყოფილიყო, ისე უნდა ყოფილიყო, არა ისევ მოკდა ეს თემა. არა და საქართველოს და ბათუმში რა მოხდა ხო იცი შეცდომა? შენ როცა საუბრობ იმიძე, ჩამოიყვანეს ბელორუსული, რომელიც მათ ვერ იმუშავა კარგად, რაღაც პრობლემები შეიქმნა, იქ წელი გაუჩნდა თუ რაღაცა. ანუ იმით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხა გამახსენდა, რომ და ანუ გაუფუჭდა იმის, მერე იმიჯი აქვს ის რომ ჩვენთან რელიეფია ისეთი რომ ვერ ივლის. არა და პირიქით. ანუ საქართველოში არის ძირითადი ქალაქები, ხა ნუ თბილისი არის ასე თუ ისე მაგალითად აღმართით დატვირთული, მაგრამ სხვა ქალაქები და მუნიციპალური ერთეულები რა ვიყოთ საქართველოს რო თავი დავანებოთ რა. აი ქალაქები არის ძირითადად სწორი ქალაქები არის საქართველოში. რა თუ მაღალმთიან რეგიონს არჩევთ რა. აი ძალიან ეფექტური იქნებოდა ბათუმში, ქუთაისში ელექტროავტობუსების მუშაობა. აი იდეალური ადგილები ფოჩი, ზუგდიდში, თელავში მით უმეტეს. ანუ აი იდეალური არის საქართველოს გადაადგილებისთვისაც რა. სულ სწორი არის, არანაირი დატვირთვა ავტომობილს არ აქვს. პირიქით ძალიან ეფექტური იქნებოდა ეს მიმართულება, რატომაც არ არის ეს საინტერესო. ალბათ უფრო ძვირია ტექნოლოგიურად. მე აი მაგრამ ეს ტექნოლოგიების ფასი ხო შეიცვალა უკვე შემცირდა. კი, შემცირდა ფასები. აი მაგალითად თქვენ სფეროშიც ხო სადგურებზე რაც 10 წლის წინ სხვა ფასი გირდა, ეხლა სხვა ფასი. კი, რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვიყავით დაინტერესებული ევროპულ ბრენდებთან თანამშრომლობით და რომ შემოგვეყარა ევროპული ხარისხის პროდუქცია და მზადყოფილიყავით რეგულირებისთვის და რაღაცების და ბოლო 3-4 წელია ჩინურმა პროდუქციამ უბრალოდ აი აზრი დაუკარგა ყველაფერს რა. მე თუ მაგალითად ფაქტიურად თემუს ვარიანტია ხო? რა, მე თუ შემოქონდა ელექტრომობილის სწრაფი დამტენი ევროპული ბრენდის იტალიაში ქარხანა, შვეიცარიაში ქარხანა, წარმოების ფასების ასწაული და მიჯდებოდა 50 კილოვატიანი დამტენი დაახლოებით 25000 ევრო. ჩინეთიდან 120 კილოვატიანი დამტენი მიჯდება $15000. ანუ ამხელა განსხვავება. 2.5-ჯერ სწრაფია მანქანა და 1.5 ფასი. და ერთი რაღაც შევამჩნიე რომ ბოლო პერიოდში, აი წვიმის მერე სოკოებით რომ ბრალდებიან ეს დამტენი სადგურის ბიზნესი გახდა ძალიან ისეთი აქტიური და ბევრი კომპანია უკვე ინვესტირებას ახდენს და რამ გამოიწვია ეს? ამი შეიცვალა მთავრობამ თქვა რომ ელექტრომანქანებს ყიდულობო თუ მოსახლეობა ყიდულობს, რამდენი მანქანა იყიდება ელექტრო? ნახე როგორ რაღაც არის ეგ გამოიწვია ორმა რაღაცამ ძირითადად რა. ერთი საწვავის ფასები. ან ბოლო 2 წელია რეალურად რა, რაც ეს ბიზნესი ვიღაცებს საინტერესო გახდა. მანამდე მარტო ჩვენ ვიყავით 2016-ში რომ დავიწყეთ 22-მდე მეგონი მარტო ჩვენ ვიყავით რა, არც ერთი კომპანია არ იყო და მე ნელა გამოჩნდა. კოვიდის მერე ნელა გაჩნდა უფრო ინტერესი ამ ელექტრომანქანების მიმართულებაზე რა. პირველი ფასები შემცირდა. კოვიდის მერე რატომ კოვიდის დროს სუბთაც არ ვნახეთ? არა, შეიძლება ეგეც იყოს ფსიქოლოგიური მომენტი. ფსიქოლოგიურად მოდის სუბთაც არ თქვა. და ფასები შემცირდა რა, ბატარეების ფასები შემცირდა, მანქანების ფასები შემცირდა და დაიწყო ესეთი რაღაც რომ მაშინ შეგეძლო აგებიდა Tesla, Nissan, Mitsubishi. ეხლა ყველას აქვს თავის რიგში ელექტროავტომობილები, აი ერთი მოდელი მაინც. მიწოდების სპექტრი გაიზარდა. არჩევანი გაიზარდა და თან საწვავზე ფასი გაიზარდა, ხო? საწვავის ფასები ერთი კვირის წინ ამ ჩემეულის კავშირდაცვის რამიანი ავტომობილი და მე მაგით არ დავდივარ, უბრალოდ ერთი კვირის წინ რაღაც პრინციპულად არ დადიხარ თუ? არა, ჩემი უფრო იაფია ასე. ერთი კვირის წინ უბრალოდ გამე წავიყვანე რომ ერთი საწვავს ჩაუსხამთ და რომ მივედი, კაიხანი არ მქონდა რა ფასებზე შეხება. არ ძუღურებდი. რომ მივედი, კიდევ გული გამისკდა რა. თითქმის 1.5-ჯერ ძვირი დამიჯდა და საბანკი შევსებობდი დეკემბერში. მე დავაყენე მანქანა უკვე არ დავდივარ ფაზებზე რომ უყურებდი საწვავზე, ისედაც ბევრს არ დავდიოდი, მაგრამ არის ეხლა საერთოდ დავაყენე. იცი რომ რაღაც 4 და ზემოთ ავარ და ორი კვირის წინ მეუბნებოდი ჩემი მეგობარს რომ ბიჭო ესე თუ გაგზავნა დიზელი შეიძლება 4 ხმარზე ავიდეს მეთქი და დამცინეს რა 4 და 30 ხმის დღეს უკვე მე არც ვიცოდი ხა ფასებს სად იყო იმ მომენტში რა მაგის მერე უფრო ესე შევხედე რომ ანუ გადაწყვეტილებას რომ ვიღებდე დღეს მე ბენზინის მანქანა უნდა ვიყიდო დიზელის ან შიდაწვიზრავიანი თუ ელექტროავტომობილი ალბათ ჩინურ ელექტროავტომობილს ვიყიდი ან მეორად ტესლას და ახალი ჩინურის ფასები ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან რა სადღაც $15,000 ორივე შეგიძლია
მე ჩემ ერთმა მომწერა რომ რამდენჯერმე მივმართება თბილისის მუნიციპალიტეტს რომ ჩემთან სახლთან ახლოს გაეკეთებინათ ეს ელექტროდამტენი და ეგეთი მექანიზმი მუშაობს საერთოდ რომ ან თქვენ რისხეთ არჩევთ ადგილებს რაც შეიძლება რომ გააკეთოთ ეს დამტენი. ადრე იყო ესეთი პროგრამა, მედიას ჰქონდა რაღაც აგზავნიდნენ მოქალაქეები მოთხოვნას, სადაგენებული იყო ეს დამტენები და მე შეჯგუფების პრინციპით, რომელ რეგიონში სად არის კონცენტრირებული მოთხოვნა, სამი ქუჩის მასშტაბში თუ მოთხოვნა, სადაც შუაში აღენებდნენ რაღაც რამდენიმე დამტენი ესე გაკეთდა. პლატფორმა ისევ არსებობს, მაგრამ არ მუშაობს რა, ესეთი პრობლემები არ ხდება. ჩვენ დამტენებელი კომპანიიდან ნენდელა შევიცვალეთ პროფილი ბოლო 1-4 წელია, 3 წელია დამტენებს ჩვენ აღარ ვაყენებთ. ჩვენ ვართ პლატფორმა და ვეხმარებით ბიზნესებს, რომელსაც უნდა დამტენების ინფრასტრუქტურის ბიზნესში შევიდეს, რომ არ დაჭირდეს ახალი პროგრამის დაწერა, ახალი თანამშრომლების აყვანა, ახალი დეპარტამენტის შექმნა, რაღაც ახალის მოფიქრება და დამატებით ხარჯები. უბრალოდ შეუძლია დამტენი დააყენოს, იყიდოს დააყენოს, კიდე ჩემგან და სხვისგან იყიდოს დამტენი, მაგის პრობლემაც არ არის და იმ დამტენს ჩვენ ჩავხვალთ ჩვენ აპლიკაციაში. და ამ აპლიკაციაში უკვე გამზადებული მომხმარებლები არიან, 26,000 კაცი არის ჩვენთან რეგისტრირებული აპლიკაციაში. აი ეს 26,000 კაცი მომხმარებელია ელექტრომობილი? ახლა და ეგ არის საინტერესო, სულ არის რეგისტრირებული 17,500 ელექტრომობილი და 26,000 კაცი არის დარეგისტრირებული აპლიკაციაში. ანუ შეიძლება უნდა ყიდვა და ყიდულობები გაგვირდებიან უბრალოდ. ორი კატეგორია, ერთი ნახულობს სად არის დამტენები, როგორ ემატება, თავისუფალში ემატება, არ ემატება. მეორე კატეგორია არის, ვისაც საზიარო მანქანა ყავთ ალბათ ოჯახში. და ორი მომხმარებელი. და ეს რუკა არსებობს? კი, ჩვენ აპლიკაციაში არის live რუკა. შეგვიძლია ნახოთ რა დამტენი მუშაობს, არ მუშაობს, რა კონექტორები. არ მთლიანად ქვეყნის მასშტაბით. თუ არა მაგას ნახავთ? კი. ამერიკულ სხვანაირი შესაერთებელი აქვს, ევროპულ სხვანაირი შესაერთებელი აქვს, ჩინურ სხვანაირი შესაერთებელი აქვს. ამაში უნდა ერკვეოდე. ევროპულ სხვანაირი შესაერთებელი აქვს და იაპონურ სხვანაირი აქვს. უნდა იცოდე რა დამტენს ეძებ. ამ შენ მანქანას როგორი შესაერთებელი აქვს და როგორ ეძებ შენ. ამ ეხა აპლიკაციას რო გახსნი ჩვენთან, შეიძლება გაფილტრო, რომ მე მაინტერესებს მაგალითად აი ესეთი ტიპის შესაერთებელი. და ეს უნდა ნახო ამ შესაერთებლის დამტენები სად არის და არა ნებისმიერ უახლოეს დამტენთან მიხვიდე. და იქ შეიძლება საერთოდ არ გახდეს შენ მანქანასთან თავსებადი შესაერთებელი. და ყველაზე პოპულარული რომელიც შესაერთებელი? რა თქმა უნდა ამერიკული. ამერიკიდან შემოდის ძირითადი მანქანები საქართველოში. ხო, ჩინურზე მეტი, ხო? ჩინურზე მეტი რა თქმა უნდა, კი თავისთავად. და ძირითადად ტესლა ალბათ, ხო? 90% ტესლა არის. მეორადია. მეორე ტესლა ძალიან ხელშესაძლებელი ფასი არის. და ყველანაირი სერვისი შეიძლება საქართველოში მიიღო ტესლას და თავის ბატარეის შეცვლიდან დამთავრებული უბრალოდ ნებისმიერ დეტალის შეცვლა. და მაღალი ხარისხის სერვისი გარანტირებული, რომ ცოდნით და იმით არსებობს კადრები თუ როგორ არის. ეხლა ეგრე გარანტირებული ოფიციალური სერვის ცენტრები არ არის, ეგეთი მეორე ტესლას ოფიციალური სერვის ცენტრი საქართველოში არაა დღეს? საქართველოში კი არა, ქვეყანაში არ არის. ბევრ ევროპულ ქვეყანაში არის, ევროპაში ძალიან ცოტა არის. მაგალითად რაღაც რამდენიმე წლის წინ ლატვიაში იმაში ქვეყნებში არის. იყო ამსტერდამში, უნდა წაგიყვანა იქ, ამსტერდამში, ჰოლანდიაში, უნდა ჩაგიყვანა იქ მანქანა. ეხლა ევროპული ტესლა ჩვენ ვყავდა 2018 წელს საქართველოსთან დავტვირთეთ კონტეინერით და გავუშვით ჰოლანდიაში, რომ შეეკეთებინათ და მე უკან ჩამოვიტანეს კონტეინერით, აქ ვერაფერი ვერ გავაკეთეთ და დღეს რეგიონის მასშტაბით ჩვენ ყველაზე წინ ვართ ამ მიმართულებით, რა სერვისის მიმართულებით. მართლა? გინდა ჩინური, გინდა ამერიკული გინდა ტესლა, გინდა პაუნდები. ევროპულზე არის ცოტა პრობლემა. იმას ამბობ, რომ აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან აქ ჩამოდიან? ჩამოდიან თუ რა არ ვიცი, მაგრამ სერვისი რო ჩვენთან უკეთესია და უფრო მეტია, ნამდვილად ვიცი. და უფრო მეტი ცოდნა ადგილობრივი, რომ დაუშვათ შორს რო არ წახვიდე, აქ რო უცები კონცენტრირებაც არ არის ეგეთი რა, მარტო თბილისში რო იყოს. ეს ელექტროდამტენების ინფრასტრუქტურა იქ არის? კი, აზერბაიჯანში ძალიან ცოტა. მაგრამ რა პროგრამა შეიძლება გაკეთდეს საქართველოში, რომელმაც რაღაცნაირად ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქაროს და ის ჩანაცვლება იმ ძველი მანქანების, ხო? და ჰაერის დამაბენზურებელი მანქანების უფრო სწრაფი გახდეს. რა შეიძლება გაკეთდეს? ესე იგი, ეგ პროგრამა ქონდა ჩვენ 1-6 წელი რა, 2022-მდე ჩვენი დამტენების სარგებლობა იყო უფასო. ყველა შეეძლო ნებისმიერ დამტენთან მისულიყო და უფასო დატენილი. ამის ვცდილობდით პოპულარიზაციას და რაღაცა მინიმალური იმის შექმნას რა. ბაზის რომ 10 კაცში კი არა 1000 კაცში ერთმანეთს რო ყოლოდა ელექტრო, რაღაც ინფორმაცია გავწოდებოდა ასე ვთქვათ რა. მე უბრალოდ დავიწყეთ ცოტა კომერციალიზაცია, იმიტომ რომ როგორ რაღაც გაჩნდა, იცი, მე
რა ჩხუბები იყო ხოლმე რა დამტენებზე, რომ ტაქსისტებმა დაიწყეს ელექტროავტომობილების გამოყენება, იყიდეს ორი ელექტროავტომობილი, ერთი ეყენათ დასატენად სუტენიდნენ, მეორეთი ტაქსაავდნენ, მეორეს მიაყენებდნენ, ამას გაიყვანდნენ, ამას ტენიდნენ და აი ესე თავის მანქანებს ცვლიდნენ და რეალურად მოქალაქეებს ან ვისაც მაცხოვრებლები არიან უბანში და რაღაც ვერ იყენებდნენ ამ ინფრასტრუქტურას რა. ან ვიყენებდნენ ისინი ბიზნესისთვის ტაქსაავდნენ უფასოდ. ხო, და ესე რიგები ორ მანქანას ცვლიდნენ. ანუ ფაქტობრივად ფულს აკეთებდნენ. ეგეთ რამების გამოთვლა ძალიან ძნელია წინასწარ რომ მიხვდა ეგ როგორც უდად გამოიყენებს. ხო, მაგრამ რაღაც პრაქტიკული როცა რაოდენობა იმდენი არ იყო მაშინ მით უმეტეს მაგრამ აი თქვენი მაინც ადამიანები უფრო ტენიან ამბა სახში. 70% მთელ მსოფლიოში ტენის სახში. იმიტომ რომ იქ ძვირია და ეს სიძვირე რო შემცირდეს საქართველოში ხომ და რამით რომ მოხდეს ახალისება არის შესაძლებელი დაუშვათ ან ტექნიკისგან განთავისუფლდეს ეს სადგურები, იმიტომ პირველი ეტაპი რა გვინდა რომ ჩავანაცვლოთ ეს ბენზინზე, დიზელზე დამოკიდებულება, ხო? მე მგონია რომ სანამ ეგ დამტენები გათავისუფლდება ტექნიკისგან, მანამდე ველოსიპედები და ველოაქსესუარები უნდა გათავისუფლდეს, იმიტომ რომ ჩვენ შევიტანეთ პარლამენტში ეკისა ინიციატივა. გახსოვს მაშინ რომ ველოსიპედების კუთხით მე უფრო მეც ვფიქრობ, მთავრობამ საერთოდ უნდა იყიდოს 5000 ველოსიპედი ელექტრო. აი ძალიან დიდი ბიზნესია ეს გლობალურად ელექტროველოსიპედები. მომავალი ქალაქების რო გითხრათ, უკვე ელექტროველოსიპედებში ძალიან დიდ პოტენციალს ხედავს ყველა, იმიტომ რომ მე არ მგონია რომ თვითონ უნდა იყიდონ და ვიღაცა საჩუქონ უბრალოდ. არა ჩუქონ, თვეში ერთვარად ამ სისტემის მოფიქრება ელექტრომობილობა, ვერც ელექტროველოსიპედები ზოგადად ვერ განვითარდება თუ თავიდან სახელმწიფოს ფუშაპი, შანიძე როგორ იტყოდა ხელშეწყობა არ მოხდა, არ არსებობს მსოფლიოში მაგალითი როცა ველოგაზიარება ან ელექტრომობილობა განვითარდა სახელმწიფო რაღაც იმით ხელი არ შეუწყო, იგივე ნორვეგიაში, შვედეთში ეხლა ქლიანად შემოსული იმპორტირებული ავტომობილების რაღაც 90 ყოველი მესამე მანქანა არის ელექტრო. არა უკვე მეორე გახდა, უშესწრაფად მიდიან, მაგრამ ესეთი ხელშეწყობა იქ რაღაც ხელშეწყობებია, ხო? მათ შეიცვალა როგორ რაღაც ვიცი, ჰიბრიდზე და ელექტროზე აფინანსებდა სახელმწიფო სუბსიდიით. აი, მაგას გაუგნები. ბოლო წლებში ჰიბრიდი ჩახსნეს და დატოვეს მარტო ელექტრო. ამიტომ მიძგეს რომ ახალი მანქანის ყიდვის დროს ისე ჰიბრიდი კი არ იყიდოს და ის ცოტა საწვავიც კი არ მოიხმაროს, გადაიყენოს მარტო ელექტროზე რა. ამიტომ გეუბნები მარი რომ სახელმწიფო ელექტროველოსიპედები უნდა დააფინანსოს. დაასუბსიდიროს. შენ რო გითხრას აი მარი თუ გინდა ყიდრო დაასუბსიდიროს, შეგიწყოს ხელი, ხო არის დაუშვათ რაღაცეებს. არა, სახელმწიფო მგონია რომ ანუ სხვანაირადაც ბევრი რაღაც შეუძლია გაკეთოს. მის იგივით ხარ ყველაფერს. სადაც არის, მანდ ბევრად უფრო მეტი ველომოხმარებელი დადის. უბრალოდ გზები გააკეთო. ნუ ეგ გზების გაკეთება თავისთავად ბოლის კი არა ჩვეულებრივი გზები მაინც გაფართოვდეს, ახით დავიწყოთ. იმიტომ რომ ისედაც ვიწრო გზებში სადაც ცოტა მანქანა გადაადგილდება ისედაც ანუ მე არ ველობილიკის მომხრე ვარ ყველა ვარიანტში რა. უბრალოდ ეხა შევიჭერე ძალიან დიდი. არა, ველობილიკები უნდა იყოს, სადაც მე დავდივარ, ხო? ანუ სადაც ჩავდივარ ყველგან არის. და ყველგან იყო ყოველთვის. ისე შენი BYD ელექტროველოთი რო ჩაანაცვლო არ გინდა? როგორ არ გინდა? უბრალოდ ჭირდება. რა? ეს BYD იმიტომ დამტენების გატესვა არის, დამონტაჟების დროს რაღაც არა, ყოველდღიურად BYD-ს. ყოველდღიურად მე ელექტროსკუტერით ეს დავდივარ. აი, ხო გითხარ ახლა კიდე სკუტერები. ამინდი როცა არის, ჩვეულებრივად რა. მართლა? ხო. ოფისში ვიყენია შეგვიძლია ნებისმიერ დროს დავწერო. რას ფიქრობთ ველობილიკებზე თქვით? ანუ გზების მიმართულებით, ანუ პრობლემა ახლა ნეგატიური განწყობა ხალხში ველობილიკებზე არის ის, რომ ისედაც პატარა გზებს, ნოშვებიან რა ქვია, ამატებენ ველობილიკებს, ან პასლაინებს, ან რაღაცებს, ან გზის რაღაც ნაწილები, სადაც საშუალება არის, უნდა გაფართოვდეს გზისთვისა, გზის ადგილი შეიძლება პარკინგი აიღოს საერთოდ იმ ქუჩაზე და დატოვო მხოლოდ ველობილიკი, გააკეთო ორმხრივი მიმართულების ან რაღაცა. უბრალოდ ხალხში ნეგატიურ განწყობას იწვევს ის, რომ ცილდება ისედაც პატარა გზები. თუ ეს გზა რაღაცნაირად გაფართოვდება, კი არ წაართმევ მანქანას გადასაადგილებლად, უბრალოდ დაამატებ და გააფართოვებ, ხო? ახლა თქვაში ყველა ალბათ უფრო დადებითად იქნება განწყობილი რა, ამიტომ ველოსიპედი არ ართმევს. მანქანის გზას თუ გააფართოვებ, ამით ხელს უწყობ მეტ მანქანას, რომ ისევ მანქანა დიახ. არა, რაღაც კი არა. ხო. ახლა ერთი იმდენი ზოლი კი უნდა დაამატო. ველოსიპედის ზოლს ბევრად ნაკლები ადგილი უნდა ვიდრე მანქანის ზოლს. მანქანის ზოლს კი არ წავართვათ, თქო, უბრალოდ გავამატოთ ველობილიკის ზოლი და ეს ნეგატივს კი არ გამოიწვევს პირიქით. გასაგებია.
და ერთი რამ მაინტერესებს კიდევ ამ ავტომობილებთან დაკავშირებით უფრო მძიმეა ხო ჩვეულებრივ ავტომანქანაზე. გააჩნია ხა შედარებით. იმიტომ რომ უფრო მძიმეა. ბატარეის ხარჯზე უფრო მძიმეა. ანუ ბატარეის ხარჯი უფრო მძიმეა. ხო, მაგალითად ჩემს მანქანას აქვს 4-ვე წამყვანი სისტემა. ეს კიდევ უფრო ამძიმებს. ბატარეაც უფრო დიდი უფრო ამძიმებს, ცოტა ფიზიკურად. ანუ რამდენი შენი მანქანა რამდენი კილოა და მე მგონი სადღაც 1800 სიგნი უნდა იყოს რა. ხო, 2 ტონა. ხო, 2 ტონა. ხო, ალბათ სადღაც ეგრე იქნება. ანუ ძიმე გამოდის. ანუ უყურებ არის სიმძიმე. მეტი დაწოლა გზაზე, ხო? ნუ ეგრე ხა. ანუ ელექტრომობილები ხა ისე არ წარმოვიდგინოთ რომ რა ხო აქ არის რაღაც მომენტები იგივე მე ამ იმის გადამუშავება ბატარეების აქ ბევრი პროცესია მაგალითად ელექტროავტობუსი უფრო მძიმეა ასაკა ჩვეულებრივ იმაზე ბევრი საკითხები ამ ელექტრომობილობაზე მაგალითად მაგრამ ჩემთვის ყველაზე მთავარი მაინც ის არის რომ ელექტრომობილი ტრანსპორტი მაინც უფრო უხმაუროა ხო მაგრამ უსაფრთხოების კუთხით არაა პრობლემა აი დაუშვათ ვერ გავიგო ხმა ხო ეგ პრობლემა არის და უბრალოდ მე ვერ ვხედავ რამდენად ძაფრია ეგ პრობლემა რომ რაღაცა გადაწყვეტილებაში ხელი შემიშავოს მაგრამ რა გადაწყვეტილების მიღების დროს მომხმარებელი პირველ რიგში იღებს ფინანსური საფუძველზე ამ გადაწყვეტილებას რამდენად ეფექტურია მისთვის ეს შიდაწვის რავიანი არ იყიდოს და იყიდოს ელექტრო. ფინანსურად თუ გამართლებულია, მაგალითად თუ შეუძლია დატევა ახლოს სადმე, სახლში თუ აქვს დამტენი 100%-იანი ელექტრო უნდა ყავდეს ყველას რა, ვისაც სახლში დამტენის დაყენება შეუძლია რა. იმიტომ რომ იმდენად იაფად დადიხარ, აი ჩათვალე სახლში გახავ ავტოგასამართლისადგური. ან მეტი აღარ უნდა გქონდეს კომფორტისთვის და სიაფისთვის რა. შენი ბენზინგასამართლისადგური რო გქონდეს, ძალიან იაფად დატენილი და ძალიან კომფორტული იქნებოდა. სახლში დამუხტავ, სადაც გინდა წახვალ და ამ წელიწადში ხარ მე პირადად რომ გადავთვალო ქალაქიდან გავდივარ ალბათ 12 ჯერ მაქსიმუმ რომ წელიწადში ყოველ თვე გავიდე მაქსიმუმ ხო ამ თვეში ერთხელ ნებისმიერ სტრაბდანტენზე რომ დავტენო ნებისმიერ მიმართულებით წავალ ანუ რამდენს გადის სტრაბდანტენზე დატენილი შენ მანქანა ნებისმიერ დატენზე რომ დატენო 100%-ზე მე მაგალითად გავიარე 400 კილომეტრი კახეთში ჩავედი, მოვიარე იქაურობა, ჩამოვედი თბილისში, კიდე მოვიარე იქეთ აქეთ რაღაცეები და 400 კილომეტრი გავიარე. მაგრამ ავტობანზე და ქალაქგარეთ მასშტაბით, ქალაქგარეთ დისტანციაზე უფრო მეც გადის ვიდრე ქალაქში. ხო, სადაც გაჩერება არ წავს. აკრიფე გააჩერებაში ბევრი დენი იხარჯება უფრო. აი, მეგონის საწოლზეც ეგრეა. ხო, ეს სტაბილური სიტუაცია. არა, საწოლზე მერიქითაა. არა, ხო ეგრე. ავტობანზე ნაკლები. და რას ვიძახი, იცი რომ ანუ ის უკვე გაიზარდა რეინჯი, ხო? ანუ მანძილი, რასაც გადიან, რამდენია მაქსიმალური ხარ რო გადიან? მაქსიმალური 700 წელი. ვა. 700 გახდა, ხო? ჩინეთში არ რაღაც ჭორები დადის, რომ არის მანქანები, რომელიც 1000 კილომეტრს გადის, მაგრამ ჯერ არ გამოსულა და რაღაც ეგეთი ისინი არის. ეს მე მგონი ისეთი ისა iPhone-ი რო გამოდის 16, 17 და ესე უშვებენ ნელა რო ეგ როგორ არის, იცი? სხვადასხვა პრობლემა არის. იმიტომ რომ 2022-ში, 24-ში, 26-ში ორ წელიწადში ცვლიან ესეთი მოდელებს, ზოგიერთ წელიწადში. და მე ის იმას არ ეგები. ამერიკული და ევროპული წარმოებლები ორ წესი 4 წელიწადში ცვლიან მოდელებს რა. ანუ შენ რო დღეს იყიდე, ხო, მე რო წინა წელს რაღაც მანქანა ვიყიდე, გაისად უკვე იმის ახალი მოდელი არ, იგივე მოდელი არ გამოდის, შესაბამისად ბაზარზე მე რომ ნაწილი დამჭირდეს, ამ ორ წელიწადში წარმოებული მანქანებში უნდა მოვიძიო ამის ნაწილები. ხო და ეხო პრობლემაა. გადავისწრებთ ძალიან დიდი პრობლემაა. რა ძინაკლებად არის? ხო, მაგ პრობლემა. სწრაფი გამოშვების დროს. ხო, აი მანქანებზე. ჩინურზე, აი ეს არის ხოთაშორის პრობლემა, ყველა აღნიშნავს, რომ ესე იგი დღეს რო გამოვიდა ეს BYD, ხო, 2 წლის მერე სხვას უშვებენ, შენ არადა ეს ყავს ეხლა ამდენ ფულის ადაგავს ყოველ ორ წელიწადში ცადო ან შეცვალო ეს და ანუ მაგის ნაწილების შოვის ნაკლები ისაა, რა ქვია, ალბათობა, იმიტომ რომ ახალს უშვებს უკვე. როგორც ტელეფონებზე აი ზუსტად ვახსენე, ხო, ეს iPhone-ების პრინციპი გამოდის. ტელეფონებში ბევრი ნაკლები განსხვავება და მგონი მანქანებში უფრო მალე ვითარდება. ვიზუალურად იცვლება იმდენად, რომ ანუ აი ვიზუალურადაც ტექნოლოგიურადაც რაღაცები თქვენ თავსებადი არის. ისინი იმიტომ ცვლიან მოდელს, რომ ორი მიმართულება, ერთი რომ მეტი გაყიდონ, ვიღაცას მისაც დაყიდი ქონდა წინაზე სიტუაციაზე ახალი მოდელი ურჩევნია და რაღაცა უნდა შესთავაზონ, იმიტომ რომ შენ თუ შესთავაზებ, სხვა შესთავაზებს და იმისგან ირიდის და მეორე მიმართულება არის რომ ტექნოლოგია დაიხვეწა რა და ის დახვეწილი ტექნოლოგია ხა ელექტრომანქანების ძირითადად არის რომ მეტი გაიაროს, ან უფრო სწრაფად დაიტევოს რა. ეხლა მაგალითად წელს დაფიქსირდა აუც მეგავატნახევრიანი დამტენი სადგური, რომელიც
8 წუთში დედის მანქანას ძალიან რომელიც არის უფრო მეტი მოთხოვნილება რაზეა? მეტ გაულაზე თუ სწრაფად დატენვაზე საქართველოში? მეტ გაულაზე. ისე როგორც მეც გაივლი დატენვა ნაკლებად ჭირდება. არა, მე ეგ თავისთავად ბუნებრივია, მაგრამ როცა მანქანას ყიდულობ, ხო? იმასაც აქციულ ყურადღებას რომ სწრაფად დატენო რა. იმიტომ რომ შეიძლება მეტი გაიარო, მაგრამ ეხლა მეტი რეინჯი ზოგადად ყველას ერთი აქვს, 500, 400. ახლა როგორ არის შენ გააჩნია როგორ გადაადგილდები და რისთვის შეიძლება ეს მანქანა. მე მაგალითად ჩემი სახლიდან სამსახურამდე არის გაგეცინება ძალიან ალბათ ჩემ ველოსიპედის მოხმარებელს, რომ ჩემი სახლიდან სამსახურამდე არის კილომეტრი და 300 და მანქანითი ხა? კლაუდიო მანქანით ყოველდღე, მაგრამ ელექტრომანქანით. და ველოსიპედი დამანძიეს დაფორმებული არაფერი არ აქვს, ველოსიპედი ფიქრით არაფერი არ აქვს. იქით არ ვიღა? ცხელა. საქსაუს საფრთხეების მხრივ, რადგან ელექტრომობილი შედარებით მძიმეა, შეჯახების დროს უფრო მეტ ზიანი შეიძლება გამოიწვიოს, ხმარ აქვს და მოახლოებას ვერ იგებს ქვეითი, ვერ იგებს ველოსიპედისტი. მაგათაც რა გქონდეთ სიჩქარის რაღაცა ავტომატური შეზღუდვა ალბათ ძალიან არის. არის? კი, არის. მაგალითად, ეხლა რა შევხედოთ ესეთ რაღაცას რა. სიმძიმე ეხლა ძალიან პირობითი რაღაცა არის ძალიან ჩატე ელექტრომობილების და არის ძალიან მძიმე შედარებით მანქანებიც რა, ამხელა ჯიპები და დისკო კალახში ეხლა მაღაზიაზე მძიმე ელექტრომობილები არ იქნება. რაღაც დიდი მუსიკა, ვიზერები პრობლემები. მაგრამ ერთი ტრენდია რომ ელექტრომობილებშიც ჯიპებს ყიდულობენ უფრო. არ არის სხვათაშორის ეგრე. არა, ზოგადად სოფლიოში ტრენდია რომ ნუ სოფლიოში არის საქართველოშიც რომ საქართველოში ძირითადად ხო ჯიპებს ჯიპი რას ვიძახით ხო? SUV-ზე ვიძახ ხო? ეს სოფლიოში ეგრე არის კი, მაგრამ კომპაქტ SUV-ებზე გადადის რა უფრო მანქანები ვიდრე ეს ხო იცი კომპაქტ SUV რა არის, ეს ავტოინდუსტრიის ისე ახალი რაღაცა ეს შემოსვეს ცოტა მაგალითად რამაზე იგივე სედანები. ხო, ავტოინდუსტრია არის ძალიან სმარტი. ხო, ამბობთ რომ მანქანებზე ნაკლები მანქანებიო, ეხლა ელექტრომობილობით ხდება ჩანაცვლება. ფაქტიურად ელექტრომობილობა გადაარჩენს გარემოს, მაგრამ მარტო ელექტროავტომობილები ვერ გადაარჩენს გარემოს. აი, მან არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლი ძალიან დიდი რა. ხო, ეხლა ადამიანი თუ 1 კილომეტრი ნახევარზე ელექტროავტომობილით წავა, ვერ გადაარჩენს გარემოს, ხო? მოდის მოვიხდი მაგ დანაშაული. რაღაცები გამიკეთებია ისე რომ ვიარა. სკუტერი ხო ყავს? არა, კი, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ჭირდება ყოველდღიურობაში ეს მანქანა რა. რაღაც დამტენი გამოვიდა წყობიდან, მისასვლელია შესაძლოა. შენ იმენა შენ ეს სამსახურში გჭირდება მასე. ხო, ახლა იმიტომ მე მეგონა იმიტომ დადიოდი რომ არა, იმე ხო გიჟი იგივე გზას გადის დამტოვებს ბოლო და წავაბრო. ჭირდება სამსახურში. არა, ეგ სხვა ამბავია, სამსახურში თუ ჭირდება. ჩვენ გან ერთი რაც არასწორად ესმით ხოლმე ის არის რომ აი ყველა გვინდა რომ ველოსიპედი დადიოდეს. ეგრე არ არის, უბრალოდ ჩვენ გვინდა არა კომფორტული ხო და ჩვენ არ გვაქვს ეგ ის თქო ველოსიპედია უბრალოდ გვინდა რომ ვინც დავდივართ და ვისაც სურვილი აქვს იმათ შეეძლოთ უსაფრთხო სიარული და ზოგი ადამიანი არის ვინც არ იცის ჯერ რომ მისთვის სპეციალური მოსახერხებელი იქნება და მარტო იმ ადამიანებს აქვთ ამის გამოცდის შესაძლებლობა ვინც მაგალითად ცენტრში ცხოვრობს და ჭავჭავაძეს შეუძლია გაუვა და ასე შემდეგ ჩვენ ამას ვლობირებთ და არა იმას რომ 100% ველოსიპედია რომ ეს არარეალისტურია ნიდერლანდებშიც კი სადაც აბსოლუტურად ყველა პირობა აქვს ველოსიპედის იმისთვის რომ იაროს ამით იქაც სადღაც 40%-ამდე დადის მოსახლეობის და არა თქვა 100%. მეც მაგ ესეთი პრობლემა ჩემი ანუ ერთ პერიოდი რაღაც ხოვე ველოსიპედი ვითხოვე და მინდოდა რომ ველოსიპედით მევიდო რა რაღაც მონაკვეთი მაინც და ან რამდენი პრობლემა შეგვიძლია ეს მაგის გამო აი ძალიან ბევრი რა ერთი ის რომ გზაზე მიწევდა სოციალური და აი ამის კეთებით ისერი მეთქინა უბრალოდ და მანქანა ხო არ მომკლავს მეორე მაგალითად ავტობუსები ძალიან ცუდად დადიან ველოსიპედისტების მიმართებით მესამე არის რომ აი რა გითხრა რა მანქანების დაძვრა პარკინგზე რომ გააჩერა და უცებ გამოვიდა მეოთხე არის რომ ეს ნაყვის ურნებიც რო არის ქალაქში რომელიც შუა გზაზე დგას მანქანით ვერ ვაცილებ იმას და ველოსიპედით უნდა გავჩერდე, გავუხედო, მანქანა გავატარო და მერე გამოვიდე. ბევრი პრობლემას ეჯახები ველოსიპედისტი და კიდე ხა არ მინდა ესე
ხალხზე ვილაპარაკო, ვინც ველოსიპედის ზონებში მანქანები დადიან და ბევრად ჩქარა დადიან, ვიდრე დაშვებული არის რა, იმიტომ რომ ცარიელი არის და მაქსიმალურად ეკავენ სიჩქარეს რა. ბევრი პრობლემა არის მოსაგვარებელი, სანამ ვიღაცას დაუძახებთ, რომ ველოსიპედზე გადადი რა. ყველას ვერ დააძალოს. შეკრული წვი არის იმ მხრივ, რომ ანუ თუ სიარული არ დავიწყეთ, იტყვიან რომ არ დადის ველოსიპედით და მოთხოვნა არ არის და ამიტომ არ გავაკეთებთ ველოსიპედით. ოკეი, ეხლა მაგაზე არის ჩემ სფეროდაში შეგვიძლია გავავრცელო იგივე რა. თუ მანქანები რო არ იყო, მაშინ დავიწყეთ ამდენების დაგენება რა და ამით გაჩნდა მანქანები. ხონდა რაღაც кейსები, სადაც მაგალითად პირველი კომპანია იყო, რაღაც ერთ-ერთი საელჩო იყო, ერთი დამტენი იყიდეს ჩვენგან და ორი მანქანა ყავდა. 4 თანამშრომელმა იყიდა ეგრევე ელექტრომანქანა, იმიტომ რომ მთელი დღე სამსახურშია და უფასოდ არ დამტენი. ერთ თვეში მოვიდა კიდე 4 დამტენი იყიდეს და რაღაცამ უნდა უბიძგოს რომ ეს რაღაც მოძრაობა დაიწყოს რა. ამაში გეთანხმებით და ამიტომ ვითხოვთ ველობილიკებს. უბრალოდ ეგ ჩვენს ხელში არ არის. ანუ მე ჩემით ვერ გავაკეთებ, მე თქვენ გააკეთეთ დამტენი და მე ჩემით ველობილიკს ვერ გავაკეთებ. ეს დიდი განსხვავება. ჭავჭავაძის განძივი, რუსთაველის განძივი, ვაჟებ-შარლას განძივი, აი ეს ადგილები, ცენტრალური მარშრუტები, რომლებიც არის, ისინი რომ დაიფაროს ელექტროავტობუსებით, მე მგონია რომ დიდი წინგადადგმული დაბეჭი იქნება. და არის ბევრი დაფინანსებები არსებობს ამისთვის რა, ანუ შეგვიძლია წეგავაც ვისაუბროთ, ძვირი არის ინფრასტრუქტურულად და ხარჯითაც თვითონ ძვირი არის, მაგრამ არის ბევრი დაფინანსებები რომელსაც შეგვიძლია მოიზიდო და რაღაც საპილოტე პროგრამები გავშ. ეგეთი არის ხო? და ერთი შეკითხვა რა არის ამ ავტობუსებთან და ზოგადად ავტომობილებთან დაკავშირებით. ნავარი რა მოინტერესებს, რამდენი ხანძლივობა, სიცოცხლე, უნარიანობა ელექტრომობილების, ავტომობილების უფრო მეტია თუ ჩვეულებრივი საწვავის ავტომობილები? მან ხო ის არის, რა ქვია, ერთ და იგივე ბატარეაზე მუშაობს ესენი და ყველა იდეაში მან არის ბატარეის ხანძლივობა, სიცოცხლის უნარიანობა. ხო და როგორია ეს? დაახლოებით არის 6-დან 10-მდე არის სიცოცხლის ციკლი ბატარეის, მაგრამ დამოკიდებული არის ძალიან მნიშვნელოვნად დამოხტვას. თუ წესიერად მოხტავ ბატარეას, მაგალითად ეს წესიერებას ნიშნავს, ხო? 20%-ზე ქვევით არ უნდა ჩამოიყვანო და 20%-ზე ზევით არ უნდა იყვანო, თუ აქ ჭირდება. თუ ესეული მოგემსახურება 6-დან 8-მდე. 80-ზე ზევით, 20-ზე ქვევით და 80-ზე რო არ დაისტრესოს ბატარეა, არ გადახურდეს ტემპერატურა, არ აიწიოს და ასე შემდეგ. თუ ამ რეინჯი გეყოლება, სრულ ციკლს რასაც იძახიან 6-დან 8-მდე, გემსახურება. და ჩინური ბატარეები ბევრად უფრო კარგად გემსახურება, ვიდრე სხვა ესეთი. რატომ? ტექნოლოგია არის ბევრად დახვეწილი რა, გაგრილება უკეთესი ქონდათ, მაგრამ თავიდანვე ვიდრე ევროპულმა. კი, მაგრამ ამბობენ რომ პრობლემა არის ზამთარში. არ არის. სიცივის გამო ელექტროავტომობილები ნაკლებს გადიან. ეხლა ჩემ მანქანაზე არის ესეთი რაღაც ბატარეის გათბობის ფუნქცია. მაგალითად, როცა მივდივარ თბილისიდან ბორჯომში, სიტყვაზე, ზამთარში და ცივა ხო? ბატარეა რაც უფრო ცივი, ბატარეა რაც არის ცივი, რა ხდება ხა დამტვრის დროს. მანქანა დამტენისგან მიღებულ დენს ახმარს იმას, რომ გაათბოს ბატარეა. ამიტომ დატენის დრო იწელება. ანუ ის დენი რეალურად დამტვაში კი არ მიდის, გათბობაში მიდის. შენ როცა ხაშურში ჩართე ეს ბატარეის გათბობა, ჩემ ჩინურ BYD-ზე და ბატარეა გამთბარი მივიდა დამტენთან. ამ შემთხვევაში შეიძლება სრული პოტენციალი აიტვისო. ანუ შენ იმას ამბობ, რომ ეს საკითხი რაც ეხება სიცივეს, ძალიან დიდ სიცხეს. კი. რა ქვია, ელექტროავტომობილებზე არ ახდენს გავლენა? როგორ არ ახდენს გავლენას, მაგრამ ტექნოლოგია დახვეწილი არის უკვე. ბატარეის ტემპერატურას აკონტროლებს ბატარეის სისტემა. აი დაუშვათ, გარეთ თუ არის 40 გრადუსი სიტყვაზე და მაშინ მიდიხარ, ხო, ის ხო ხურდება, აალების რისკი არაა? აი ნახე მე დავტოვებ ჩემ მანქანას ბეგინზე თუ კიდე საღამოს მივიდეთ ერთად ნახოთ და კულერები იქნება ჩართული რომ ბატარეა გააღრევოს. ან თავისი თულის თავს რაღაც ესეთი ტექნოლოგია. ანუ ჭკვიანი ბატარეის მენეჯმენტის სისტემა აკეთებს მაგალითად. ესე იგი მე როგორც ჩვენი საუბრიდან მივხვდი მთავარი ყოფილა ბატარეა. თუ იგივე არის ნამდვილად. ამ ელექტროავტომობილში ხო? ანუ და ჩვენც მომხმარებელს ვეთქვით რომ ყურადღება მივაქციოთ ყოველთვის ელექტროავტომობილში ბატარეის ხარჯი. არა შენ ამას ურჩევ ხო? რას ურჩევ? აუცილებლად უნდა შევხედოთ. და მოკლედ, რო შევაჯამო როგორ ვიყიდო ელექტრომანქანა. ხო. პირველი უნდა შევხედო თუ შეგვიძლია დატემა სადმე ახლოს და ინფრასტრუქტურული გამართული. პირველი, თავარი. არის ეს, იმიტომ რომ თუ მიწევს რომ ვაკიდან პეკის საბუთალოზე ტენო, ეს არ არის გამართლებული და სიგიჟე არის უფრო მეც დადიხარ დამტვაში და ეფექტურობა არ არის. მეორე არის ძირითადად შემოდის ნავარი მანქანების საქართველოში მეორადი ბაზარი არის ჩვენი ეგეთი, უნდა მივაქციოთ ყურადღება რომ მანქანის დაზიანება იყოს ისეთი, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ბატარეასთან ქონოდეს შეხება.
თუ ბატარეასთან არა შეხება საგანგებო არ არის საგანგებო. საათში ყველაფერს მოუგული. თუ ბატარეა დაზიანებულია, ყველაზე დიდი ხარჯი ეგ არის და ყველაზე საშიშიც ეგ არის. მესამე ჩემი აზრით უნდა შეხედო საერთოდ ელექტროველოსიპედი ხო არ იგივე მანქანის დაკეთება. ეს ძალიან კარგი ჩავა იყო სხვათა შორის. კარგო ბაიკებზე იცით? კარგო ბაიკებში კურსაკურიერო ექსკურსიის ხო? პატარა დელივერი არა, კარგო ბაიკი არის ბევრი სხვადასხვა ფუნქციის. შეიძლება შვილი ჩასვა შიგნით, შეიძლება ძაღლი რო წაიყვანო ეგეთი ყავდეს, შეიძლება ცოტა დიდი იყოს და საშოპინგოდ იყენებდე. ან ბევრი სხვადასხვა ფუნქცია და მათ შორის დელივერიც არსებობს. DHL-ი დადის მაგალითად კარგო ბაიკებით ევროპის ქვეყნებში და ეხლა არის კარგო ბაიკების ბუმი. მაგ კარგო ბაიკების ფესტივალზე ვიყავი ამსტერდამში 2022 წელს და სკუტერის ტიპის ბაიკი არის. კარგო ანუ ველოსიპედია, ოღონდ აქვს სხვადასხვა ფორმის საბარგული. ეს საბარგული შეიძლება იყოს დიდი ან პატარა. კარგო ნიშნავს საბარგულს, ხო და ამ კონტექსტშიც. და ზოგადად კარგოზა როგორ იტყოდა შანიძე? არ ვიცი. ტვირთის ხო, მაგრამ ტვირთის ველოსიპედი არასწორია, იმიტომ რომ შეიძლება ეხლა ძაღლი ჩასვა შიგნით პატარა და ტვირთი ხო არ არის ძაღლი. სატვირთო ველოსიპედი. ხო და არ ცუდად ითარგმნა და მაგიტომ არ ვიყენებ მას. მოცულობითი ტვირთის გადასატანი. ხო რა. შედარებით მეტი. და რატო დავიწყე ამაზე ლაპარაკი? ეხლა გუშინ საღამოს დაიდო მგონი ინფორმაცია, რომ ესენი ლოჯისტიკური მანქანები თბილისში ხამის განმავლობაშიო, ხამის პირველი და დილის 7 საათამდე შეძლებენ რომ ბასლაინი ავტობუსის ზოლებში წიარონ. და უბრალოდ ამას დაკავშირებით მინდა მეთქვა, რომ ეს დიდი ტრანსპორტი, რომელიც ახდენს გზების ჩაკეტვას და აფუჭებს კიდეც და თან ღამე ხალხი წუხდება ამის ხმაურისგან, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ჩანაცვლებულია კარგო ბაიკებით. იმის ან როგორ არის იცით, მაგალითად ან ელექტროკარგო ბაიკებია. კონდეს ნატახტარიდან. ნატახტარიდან თბილისის შემოსასვლელამდე სადაც მანქანის დაყენება შეძლებ, რაღაც ადგილას პარკინგი ექნება. იქედან გადაიტვირთება ბევრ კარგო ბაიკში. შეიძლება იყოს ეს კარგო ბაიკი 10 ცალი და ესე ჩუმჩუმა წყნარად მშვიდად დაარიგებენ და ითვლიდნენ რომ სადღაც 50%-ზე მეტად ამცირებს მე ხარჯს მანქანის პარკირების, საწვავის და ასე შემდეგ და ესეთი გამოსავალები არსებობს. დისტრიბუცია, ლოჯისტიკა ქალაქის შიგნით ხდება პატარა ელექტრო ესეთი ტრანსპორტი. ხო, ამის თქვა მინდოდა უბრალოდ რომ პირიქით წაახალისეს. საპრიგაჩი და პარკინგები დიდი მისთვის რა ქვია დისტრიბუციის მანქანები. არა, პარკინგი დისტრიბუციის მანქანებს მე ვფიქრობ რომ უნდა კონდეს საპარკინგი ადგილი გამოყოფილი და რატომ? საათებში და ის პარკინგი მეც გამომაყენებინე ისე. ეს კიდევ აი პარკინგზე როცა ვსაუბრობდი, სხვათა შორის მაგაზეც მინდა მე ვილაპარაკოთ კიდევ რომ პარკინგის მართვა ჩვენთან გონიათ მარტო რომ ყველას თავისი გამოყოფილი სივრცე კონდეს და ყველაზე საუკეთესო მართვა არის როცა სივრცე არსებობს და მაგას აქვს ეფექტური გამოყენება დღის ნებისმიერ დროს. აი რაც შენ თქვი დათო და მაგას საუბრობ და ესე იგი ჩვენს თემას რო დაუბრუნდე და მარი რა თქმა უნდა აი კარგო დელივერი რასაც ქვია ელექტრო პატარა ტრანსპორტით ხო ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტა რასაც დიდი კომპანიები უკვე იყენებენ ნიუ-იორკში, ევროპის ქალაქებში, ამაზონიც, DHL-ის და ესეთი მოდელები ჩვენთანაც უნდა შეიქმნას, როცა პატარებით მოხდება აი ცენტრალურ ადგილებში დისტრიბუცია. ან ის კითხვა მაგას თუ შეიძლება მაგ შემთხვევაში ბევრი ადამიანი უნდა ყავდეს სტაფში. ხო და ერთ დადებიც მაგას ასახელებდნენ კარგო ბაიკის რომ რაღაცა ერთი მძღოლის და მტვირთავის ნაცვლად ყავს მეტი ადამიანი დასაქმებული. მაგრამ სამაგიეროდ შენ ხარჯს იმით აბალანსებ რომ გზაში პარკინგის ანუ ყოველ ჯერზე სადღაც ჯარიმების თანხას არ იხდი, პარკინგის თანხას არ იხდი, რაც მანქანას მოუწევ და იმ მანქანის შეკეთება ბევრად ნაკლებად გიწევს და ბევრად უფრო მობილურად ახერხებ ამის დარიგებას. საცობებში არ ახარ. რა თქმა უნდა, ყველა კომპანიამ თავისთვის უნდა დაითვალოს ეს და ყველასთვის მოსახერხებელი ვერ იქნება, მაგრამ მე მგონია რომ ის რომ ერთ-ერთ ვარიანტად განიხილონ ზოგადად ძალიან ეს კიდევ სად მუშაობს იცი, მაგრამ ისეთ ადგილებში, ქალაქებში სადაც შეზღუდვა ავტომანქანებზე რაღაც დროებში და ამიტომ მიაქვთ ამ პატარა ევროპის ქალაქებში ეკონომიის მიზეზი კიდევ ის იყო რომ რაღაც ცენტრალურ უბანში ამ დიდი სატრანსპორტო ფიზიკურად
ვერ შეხვდა ხოჭა. ეგრეა. ანუ ეგეთი მექანიზმები, კანონმდებლობის მექანიზმები ზოგადად ძალიან ეხმარება ასეთ ინიციატივებს. ჩვენთან ახლა რა ხდება, იცი, აი გავაგრძელო ეს ხაზი სატვირთო მანქანების და რაღაც ჩვენთან ძალიან პოპულარული გახდა ბოლო 1 წლის განმავლობაში ელექტროსატვირთო მანქანები. ზუსტად ამაზე მინდა და მეკითხა რა ხდება ამ კუთხით. ხო, ძალიან პოპულარული გახდა, ძალიან ბევრი მანქანა შეიცვალა, უკვე მე რაც ვიცი, პირადად ერთ კომპანიასთან ვთქვათ, კარგი მჭიდრო ურთიერთობა. ბოლო 1 წლის განმავლობაში 150 ცალი ელექტრო BYD-ის სატვირთო გაიყიდა. ეს ციფრი არის როგორი რაღაც ჩათვალე 1-დან 150 გახდა რა. დიდი კომპანიები გადადიან ანულებს რა ქვია ელექტროებს მაგალითად კმაყოფილი არიან? აი რა ფიდბექი მაინტერესებს. ხო, კმაყოფილები არიან რატო? ხა ნახე. ეგენი ხო მანქანებს წვიან ის დროში, როდესაც უთავდება ამ მანქანას გარანტია, რაღაც სერვისი ამოწურა და უფრო ძვირიჯდება ის მეინტენენსი და უნდა იყიდოს ახალი ისევ დიზელის ან ბენზინის ავტომობილი. ამ შემთხვევაში უყურებ ფასს, რომელიც კატასტროფული არის, საწვავის ფასები და უყურებ ელექტროს და თვითონ მანქანა სატვირთოები ძალიან ძვირი ღირს. ძალიან ძვირი არის კარგი სატვირთო ავტომობილის მიტოვა. და ისინი აშვება ეს ელექტროები, ანუ ჩათვალე ისე ავტოგასამართლებელი გაქვს კომპანიაში, ტენი ღამე მანქანას, ტენი დღე მანქანას, როცა გინდა სტრაფი დამტენები ახენიან კომპანიებში, უცები ტენება მანქანა 20 წუთში გაქვს ფლიანი გავსებული მანქანა, ჩათვალე 20-დან 80-მდე. და შეიძლება მე გავუშვა ეს მანქანები დისტრიბუციაზე რა. და საწვავის ხარჯი ფაქტობრივად არ გაქვს. და გაქვს კომერციულად 33 თეთრი და მანქანა გადის სადღაც 200 კილომეტრი თუ 150 კილომეტრი თბილისის მასშტაბით რო ავიღოთ, ანუ აი რა გიჭდება ალბათ 1-15 ბარი რა. ერთი რაღაცის დამატებამდე და კარგო ბაიგიასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძირითადად არის ცენ ხოლმე ეს ინფორმაციები და ეხა კრიზისი რომ იყო და ჯერ კიდევ არის კიევში, უკრაინაში ელექტროენერგიის მხრივაც ხშირად ითიშება და ნავთობის მხრივაც და ასე შემდეგაც. ესეთი ინიციატივა ჰქონდათ, ის ჰუმანიტარული დახმარება და სხვა პროდუქტი, რაც სჭირდებოდათ ხოლმე სხვა უბანში ადამიანებს, და ჰქონდათ ამ კარგო ბაიგებით. კარგო ბაიგების და საერთოდ არ ვიცოდი. მაგალითად ის რომ ანუ ავტობუსით და რაღაც აი ამინდი გამოვიდა, შეგვიძლია უკვე აღარ ვიაროს ავტობუსში მანქანით მოვიდე, ფეხით გავისეინო, მივიდე. ანუ მიესალმები ამ პოდკასტს. რა თქმა უნდა, მიესალმები და ბევრი წარმატებას გისურვებთ. მადლობა თქვენთან ერთად. მადლობა. ეხა ბოლო იმედია ბოლო ნაწილი ჩაწერილი. მე არ მინდა რაღაც